ამიტომაც ჩვენს RFP-ში ძალიან ნათლად წერია, რომ ეს პროგრამა განკუთვნილია ნიუ-იორკელებისთვის, რათა მათ შეძლონ სუფრაზე საკვების დადება და არა იმისთვის, რომ ვინმე სწრაფად ფული იშოვოს გადაყიდვით. ამ კაცმა პირდაპირ თვალებში მოგოთუა. ეხლა ის ატარებს კამპანიას და ტელევიზიით საუბრობს თავის უფასო სასუსტათო მაღაზიებზე. გაითვალისწინეთ, რომ იქ პირადობის მოწმობა გჭირდებათ. ის და გუბერნატორი ჰოჩული ამაყობენ იმით, რაც ბავშვთა მოვლისთვის გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა მუშათა კლასის ნიუ-იორკელს აზარალებს. უბრალოდ აქ ვიყო თქვენთან კიდევ ერთხელ. თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ჩვენი ქალაქის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი. და წელს ეს პირველი ჯუმაა, რომელსაც ამ ახალ პოზიციაზე ყოფლისას დავესწარი. შოკის მონგრელია, მაგრამ ხალხი ხვდება, რომ ისლამისტი სოციალისტი მერი მამდანი, რომელიც ნიუ-იორკში აიჩიეს, სინამდვილეში არ ცდილობს მათი ცხოვრების გაუმჯობესებას. არამედ პირიქით ცოტათი უარეს ხდის და თუ არ გსმენიათ, მან გამოაცხადა ეს დაუჯერებელი ინიციატივა, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტები ბევრად გაიაფთეს, რადგან ცხოვრების ღირებულება ძალიან მაღალია. გარდა იმისა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არ მუშაობს და განცხადება, რომელიც ამას უნდა წინასწრობდა. მეგობრებო, ვინც ამ კაცს მისცა ხმა, სულელი იყო და ეხლა უკვე იწყებენ ამის გააზრებას. სულ უფრო მეტი ვიდეო ვრცელდება დემოკრატებზე, რომლებმაც მას მისცეს ხმა და ეხლა ამბობენ, გონი რესპუბლიკელი უნდა გავხდე, რადგან ეს კაცი შეშლილია. აი ისიც თავისი სუპერ ამაღელვებელი განცხადებით. აი ესე იმუშავებს ეს. თვეში ერთხელ ჩვენი 5 ქალაქის მიერ მართული სასურსათო მაღაზია დააწესებს ამ ძირითადი პროდუქტების ფასებს ჩვეულებრივ საცალო ფასებზე 30%-ით დაბლა. გამონაკლისების და ხრიკების გარეშე. და ზოგადად გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არ იქნება ყოველკვირეული მერხეობა და არც სალაროსთან ფასზე უსიამოვნო გაოცება. პირდაპირ ვკითხულობ ხელოვნური ინტელექტის ტექსტს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, არ არსებობს გამონაკლისები. გარდა ერთი პატარა დეტალისა, რომელიც ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება ამ ვიდეოში. ეს დეტალი დაახლოებით ასეთია. მზად ხართ მეგობრებო? პასუხი არის არა, არ ხართ მზად. როგორ აპირებთ, რომ ხალხმა არ ისარგებლოს ამ შეთავაზებით, ხო გესმით ამ გარიგებით ძირითადად და იქნება თუ არა ლიმიტი იმ ნივთების რაოდენობაზე, რომელსაც ადამიანი შეძლებს შეიძინოს ამ დონეზე ფასდაკლებით იმ აუცილებელი კალათიდან. ჩვენი RFP ძალიან ნაცვლად ამბობს, რომ ეს პროგრამა განკუთვნილია ნიუ-იორკელებისთვის, რათა მათ შეძლონ საკვების მაგიდაზე დადება და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ სწრაფად გამოიმუშაოს ფული გადაყიდვით. ეხლა გადავცემ სიტყვას ჩვენს EDC-ის ხელმძღვანელს, G-Pax, რომ დამატებითი დეტალები გაგვიზიაროს. რა თქმა უნდა, მათ არ უფიქრიათ გადაყიდვაზე. აზრი არ ექნებოდა თუ შეგიძლია ნივთების შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით და შემდეგ უბრალოდ გააგრძელო, მოიპარო ეს მაღაზიიდან და შემდეგ უფრო მაღალ ფასად გაყიდო. არა. სოციალიზმი მუშაობს, მეგობრებო. რა თქმა უნდა, თუ რაღაცებს უფასოდ გასცემენ, ეს ფული უბრალოდ არ საიდან ჩნდება. ზუსტად ასე მუშაობს ეს ყველაფერი. მაგრამ კიდევ ერთი საკითხია და ის უფრო დიდი და მნიშვნელოვნებია. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იყენებენ ეს სოციალისტები ამ ტყუილებს, ამ ბრენდინგს, ამ ბრწყინვალე იდეოლოგიას იმის დასაფარად, რომ სინამდვილეში უბრალოდ უნდათ რომ გაკონტროლონ. დიახ, თუ ჩვენს ოპერატორისთვის განკუთვნილ RFP-ს გადახედავთ, ჩვენ ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ მიზანში ვიღებთ ნიუ-იორკელებს. იქნება ეს ბიბლიოთეკის პარათის მსგავსი თუ სხვა რამ და ასევე ვაკონტროლებთ, ვინ ყიდულობს და ეს ყველაფერი ორიენტირებულია ჩვეულებრივ ნიუ-იორკელებზე. როგორ აპირებენ ამის გაკეთებას? როგორ აპირებენ იმის გადამოწმებას, რომ ეს ჩვეულებრივი ნიუ-იორკელები არიან, მეგობრებო? როგორ აპირებენ ამას გაარკვიონ? ამას ყურადღებით ვეკიდებით. ამიტომ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა ეს არ მოხდეს. როგორ აპირებენ ამის გაკეთებას? კიდად გაიგოთ, როგორ აპირებენ ამას? ისინი პირადობის მოთმობებს მოითხოვენ და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? მაშინ მოусმინეთ ამას. როგორ აპირებთ, რომ ხალხმა არ ისარგებლოს ამ შეთავაზებით, ასე ვთქვათ, და იქნება თუ არა შეზღუდვა იმ ნივთების რაოდენობაზე, რომელსაც ადამიანი ამ ფასდაკლებით, ამ აუცილებელი კალათიდან შეძლებს აიღოს. ჩვენი RFP ძალიან ნათლად ამბობს, რომ ეს პროგრამა ნიუ-იორკელებისთვისაა, რათა მათ შეძლონ სუფრაზე საჭმლის დადება და არა იმისთვის, რომ ვინმე სწრაფად ფული იშოვოს გადაყიდვით. ეხლა სიტყვას გადავცემთ ჩვენი EDC-ის ხელმძღვანელს, G-Pax, რომ დამატებითი დეტალები გაგვიზიაროს. დიახ, თუ გადახედავთ ჩვენს ოპერატორისთვის განკუთვნილ RFP-ს, ჩვენ ამას ყურადღებით ვეკიდებით, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ბიბლიოთეკის პარათის მსგავსი. ბიბლიოთეკი პარათის მოთხოვნა. მე მაქვს ბიბლიოთეკის პარათი და სინამდვილეში პირადობის მოწმობა დამჭირდა მის მისაღებად. ეს ძალიან ინკლუზიური არ არის დედადონნი, მაგრამ დაფიქრდი ამაზე ერთი წამით. ეს იგივე პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც წლები გაატარა ღვიძლში, რომ ამომრჩევლის პირადობის მოწმობა რასისტულია. საარჩევნო გადასახადი დემოკრატიაზე თავდასხმა. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი პარტია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გვინდა რაღაცები მხოლოდ ამერიკელებისთვის იყოს, ახლა ამბობენ, რომ პირადობის მოწმობა უბრალოდ საღი აზრია. უეცრად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნიუ-ჯერსის ან კონექტიკუტის მცხოვრებლებმა არ ისარგებლონ ამით. ისინი შეამოწმებენ თქვენს დოკუმენტებს, რომ ძე იყიდოთ.
რადგან ეს მეგობრებო სწორედ ნამდვილი სოციალიზმია. ამოწმებენ თქვენს დოკუმენტებს, რომ დააწმუნდნენ, რომ იმ საკვებზე გაქვთ უფლება, რომელსაც მთავრობა გინაწილებთ. ეხლა არ შეგეშალოთ, თუ თქვენ დიდარი ამერიკელი ხართ, შეიძლება არ შეგიშვან. რატომ? იმიტომ რომ ეს მათთვისაა, ვისაც ნამდვილად სჭირდება, მათთვის, ვინც იმსახურებს. და სწორედ ესაა მთავარი აზრი. მთავარი აქ ისაა, რომ ისინი ცდილობენ შექმნან კონტროლის სისტემა, მაგრამ მას ასაღებენ როგორც უფასოს, იაფს, კარგს, სახალისოს, გემრიელს, უგემრიელეს, შესანიშნავს. მაგრამ სინამდვილეში მამდანი არც ერთი ამ თვისებით არ გამოირჩევა. და ვინც ამას ჯერ კიდევ ვერ ხედავს, უნდა გააგრძელოს ყურება, რადგან ეხლა დავამტკიცებთ, რამდენად ცუდია სინამდვილეში მამდანი. იმის გაიდა, რომ მას ბრალად ედება კავშირი რეალურ ტერორისტულ ჯგუფებთან, უბრალოდ მოусმინეთ იმას, რასაც ის უჭერს მხარს და რისიც ჯერა. ის ნოტა ხნის წინ იმყოფებოდა ღონისძიებაზე, სადაც მართლაც მოუწოდეს ურწმუნოების, ანუ არამუსლიმების მოქვლისკენ. და ზორან მამდანი იქ იყო და ამას მხარს უჭერდა. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ აქ თქვენთან ერთად ვარ. თქვენს წინაშე ვდგავა, როგორც ჩვენი ქალაქის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი. და წელს ეს არის პირველი ჯუმა, რომელსაც ამ ახალ პოზიციაზე ყოფნისას ვესწრები. და რომ ამას ერთად ვაკეთებთ. ეს არის შეხსენება. მაგრამ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ის გიჟურ იდეოლოგიებს უჭერს მხარს, ის თავადაც მსახიობია. და სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ის რასაც ავრცელებს, ეს იდეები, ეს შესანიშნავი კამპანიები, შეიძლება სინამდვილეში არც იყოს ასეთი შესანიშნავი. მოусმინეთ ამ ბიჭს, რომელიც ახლა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას მამდანის გამო. პირველად ცხოვრებაში მე რესპუბლიკელებს მივცემ ხმას მერი მამდანის გამო. და ამის გამო გულისრევა მაქვს. ხედავთ, როგორც ნიუ-იორკელი ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ მუშათა კლასის მოქალაქეებისთვის უფასო საბავშვო მოვლას აპირებდნენ. დედამამდანი დაგვირდა, რომ თუ მუშათა კლასის მოქალაქე იყავი, შეძლებდი შენი შვილებისთვის საბავშვო მოვლის მიღებას. ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი უფლებამოსილი, რადგან დაახლოებით $100,000 ვშოულობ. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბრალია, რომ სოციალიზმს უჯერებდი, მაგრამ ამ კაცმა პირდაპირ თვალებში მოგვატყუა. ეხლა ის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და ტელევიზიით საუბრობს თავის უფასო სასურსათო მაღაზიებზე. და იცოდეთ, იქ პირადობის მოწმობა გჭირდება. ის და გუბერნატორი ხოჩული ამაყობენ იმით, რაც ბავშვთა მოვლისთვის გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა მუშათა კლასის ნიუ-იორკოს აზარალებს. იცით, ეს პროგრამა თავდაპირველად განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვირაში 10 საათზე მეტ მუშაობდნენ. საათში $17 მეძირებდნენ. მან ქალაქის მთელი დაფინანსება პოლიტიკურ სიტყვაობაში დახარჯა. ეს ქალაქის მიერ მართული სასურსათო მაღაზიები, რომლებიც გაანადგურებენ ადგილობრივ მცირე ბიზნესებს და ემიგრანტების ბოდეგებს, ქალაქს იმდენი დაუჯდა, რომ ახლა საკმარისი დაფინანსება აღარ აქვს ბავშვთა. ამიტომ ნიუ-იორკი ვეღარ ახერხებს ბავშვებისთვის შეთისმის შეთავაზებას. ბიჭებო, უფასო ფული არ არსებობს. თუ რამეს იაფად იღებთ, ეს ნიშნავს, რომ ფულს სხვაგან იღებენ. აი ესეა. ეს მარტივია. სოციალიზმი არ მუშაობს. თუ გსურთ ღარიბებს ფული მისცეთ, სადრაციდან უნდა აიღოთ. ეს უბრალოდ ეკონომიკის საფუძველია. ვერ ხვდები, როგორ ვერ იგებენ ამას ხალხი. ბავშვის მოვლის ვაუჩერები იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ფულად დახმარებას არ ედამენ. ამაში ლოგიკა სად არის? მუშათა კლასის ნიუ-იორკელები, რომლებიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებენ. ეს ნიუ-იორკში ბევრი ფული არ არის. ისინი, ვისაც ბავშვის ზრუნვაში შირდება დახმარება და ვინც გადასახადებს იხდის. ჩვენ დავთანხმდით გადასახადების გაზრდაზე, რომ ეს დაგვაფინანსებინა. ეხლა ვეღარ ვედებთ დახმარებას, რადგან ფულად დახმარებაზე არ ვართ. ანუ, შენ ამბობ, რომ ამ კაცმა შენი მოტყუება გადაწყვიტა, რომ მისთვის მიგეცა ხმა, რადგან ფიქრობდი, რომ შენს თავს რამეს მიიღებდი. და ეხლა ის ყველაფერს აბრუნებს და კიდევ უფრო მეტად გირთუობს ცხოვრებას. თან არც იმ სარგებელს გაძლევს, რის გამოც მისთვის ხმა მიეცი. ანუ მართლა ძალიან გაკვირვებული ვარ. ნება მომეციეს ძალიან ნათლად თქვა. ზორან მამდანი არის სოციალისტი ისლამისტი მერი, რომელმაც თავისი პლატფორმა გამოიყენა ამერიკელების, განსაკუთრებით ფინანსურად გაჭირვებული ნიუ-იორკელების მოსათხოვებლად. პირდებოდა მათ ამ ყველაფერს, მაგალითად უფასო ან იაფ ბავშვთა ზრუნვას და უფასო სუპერმარკეტებს, რომ მათი ცხოვრება უფრო კომფორტული იქნებოდა. ამისთვის კი ეხლა მოუწევდა იმ ადამიანების დაბეგვრა, ვინც ბევრ ფულს შოულობს. მაგრამ ეხლა როცა მიხვდა, რომ ამას ვერ შეძლებს, ან იქნებაც კი უფიქრია ამის გაკეთება და არც არასდროს აპირებდა. ეხლა კი არა მხოლოდ უმეტეს ნიუ-იორკელებს უზრდის გადასახადებს, მაგრამ ვეღარ ახერხებს იმ პროექტებისთვის დაფინანსების გამოყოფას, რაც სურს. ასე რომ ეხლა არა მხოლოდ უფრო მაღალი გადასახადები გაქვს, არამედ ვერც იმ სუბსიდიებს იღებ, რაც გინდა. და იღებს სუპერმარკეტებს, სადაც პირადობის მოწმობით უნდა შეხვიდე და შენი ყოველი ნაბიჯი აკონტროლონ, რაც სოციალიზმს ძალიან უყვარს, რა თქმა უნდა. დარწმუნდნენ, რომ საკვებსაც აკონტროლებენ, რომ სრულად დამოკიდებული იყო მათზე. ეს შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანებმა ზორან მამდანი აირჩიეს. ისლამისტი მერი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმ ღონისძიებაზე ნახეს, სადაც ურწმუნოების სიკვდილს ზეიმობდნენ, ანუ ურწმუნოები არის ადამიანი, რომელიც იტყუება. ის მსახიობია და სულ უფრო მეტ ადამიანს, ვინც მისთვის მისცა ხმა, აიძულებს გააცნობიერონ, რომ არც ერთი მისი დაპირება სინამდვილეში მართალი არ იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად იყო. და ეხლა როცა ძალაუფლებაშია, ეს პრობლემურია. გულისხმობ, უბრალოდ მოусმინეთ, რას ამბობს სკოტ გელოვეი ამაზე. და ჩემი პირადი მონაცემები გაასაჯაროეს. შენი პირადი მონაცემები გაასაჯაროეს. მომიხებ. არ ვიცი თუ ხსმენია, მაგრამ მერი მამდანიამ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს 950,000 საცხოვრებლის სია მისამართებითა და სახელებით.
რომლებიც შესაძლოა მის პიეტა თერათეკისთვის იყოს შესაფერისი. კარგი, ანუ მას უნდა რომ დააწესოს გადასახადი მდიდრებზე, მაგრამ არა მხოლოდ ეს გადაწყვიტა, არამედ მათი სახელებიც გაასაჯაროვა, რომ საზოგადოებამ შეძლოს მათზე ზეწოლა, რადგან ისინი ზულთ მდიდრები. და სიმართლე ისაა, რომ ადამიანები, ვისაც ზულთ მდიდრები, ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ეშურებათ. თავად არ არიან მდიდრები და სურთ იცხოვრონ კომფორტსა და უსაფრთხოებაში. და როცა ზორ მამდანია მოდის და ამბობს, არ ინერვიულოთ. იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ზულთ, მათ ფულს წავართმევთ და თქვენს ცხოვრებას გავამარტივებთ. ხალხი ფიქრობს, კი, ეს მშვენიერია. სანამ თავად არ ხდებიან პირადი მონაცემების გასაჯაროების მსხვერპლი, სანამ მათ დახმარებებს არ ართმევენ, იმიტომ რომ იცით რა, სოციალისტურ მთავრობებს სინამდვილეში არ სურთ თქვენზე ზრუნვა. ისინი უბრალოდ იყენებენ თქვენს სისულელეს, თქვენს სასარგებლო სისულელეს, რომ მათთვის ხმა მისცეთ და ძალაუფლება შეინარჩუნონ. და ეხლა სკოტ გელოვეი ნანობს, რომ ამ კაცს მისცა ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მდიდრების დაბეგრას უჭერდა მხარს. რადგან მისი სახელი ახლა ყველგან ვრცელდება და მის პირად მონაცემებს საჯაროდ აკვეთნებენ იმავე ადამიანები, რომელთა ნაწილადაც თავი თავს მიიჩნევდა. მე გამოვედი ამ გადასახადის მხარდასაჭერად. ეს არის განმარტება. მან აიღო გადასახადის შემოსავლის ლეგიტიმური წყარო და გადააქცია ის ძებნილთა პლაკატად. ზუსტად ამას აკეთებენ ეს ადამიანები, მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ზორან მამდანი ყოველთვის მსახიობი იყო. ის ყოველთვის მათყუარა იყო. უბრალოდ ნახეთ ეს ვიდეო, კარგი? ეს არის ზორან მამდანი, ის ნიუ-იორკის მერის პოსტზე იყრის კენჭს. აი ასე ჟღერს მისი ჩვეულებრივი ხმა. ჩვენ ვიკრიბებით დღეს საღამოს ყველაზე მდიდარ ქალაქში, ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, რომელიც ოდესმე არსებობდა მსოფლიოში. მაგრამ სამხრეთ აფრიკაში მიცემულ ინტერვიუში მისი ხმა ცოტა სხვანაირად ჟღერდა. სინამდვილეში მე შევქმენი პლეილისტი მირასთვის, რომელიც სხვათა შორის ჩემი დედაა. იცით, ნეპოტიზმი და მძიმე შრომა ბევრს ნიშნავს. და თურქულ-ამერიკულ პოდკასტთან ინტერვიუში მამდანის ხმა კიდევ ერთხელ სხვანაირად ჟღერდა. გულწრფელად გეტყვი ძმაო მანსურ, ამ ეტაპზე ბევრს ამაზე არ უფიქრია. და აი ზორანი თავისი რეპერის დღეებში. იცი, აქ უფრო ადრე იქნებოდა, მაგრამ მსოფლიო ტური ხომ მსოფლიო ტურია. მსოფლიო ტურიცა. ვინც ერთხელ მათყუარა, ყოველთვის მათყუარა. ვინც საკმარისად სულელი იყო, რომ მისთვის მიეცა ხმა, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ ნიუ-იორკის ფენომენი არ არის. ეს ფენომენი მთელ ამერიკაში გავრცელდება. მოიყვანე ისლამისტი ხელისუფლებაში სოციალისტური ფენომენის გამოყენებით, როცა პირდაპირ ტყუილებს ასაღებენ. აიძულე ყველგან იტყუოს, სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვა იდეებით, რომლებსაც რეალურად ვერასდროს განახორციელებს. ამტკიცებს, რომ შეუძლია დააპატიმროს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რაც აშკარად არ შეუძლია. ამტკიცებს, რომ შეუძლია საკვები პროდუქტები უფასო გახადოს, რაც არ შეუძლია. რომ შეუძლია უფასო ბავშვთა მოვლა უზრუნველყოს, რაც არ შეუძლია. და ასე შემდეგ. ეს ელოდება იმ ხალხს, ვინც სოციალიზმს აძლევს ხმას და ვინც თქვენგან ჯერ კიდევ იმდენად სულელია, რომ გონია, რომ ამაში ვწდები, მეგობრებო, დროა ფაქტები გადაამოწმოთ. მადლობა ყურადღებისთვის და გაიღიმეთ.